Situated
ჭიბესოლე, ჰაი იუტყესაც შევძახე, როს დამახსენებელი თევდორე მტერებული და დავთასახე. და სიმდიდრე როცა ქალი არის გუმბია, გულ ალარია და სიკეთის სასუქსებს ავსო. ცხოვრების გზებზე ეგრიანის თუ გაუვია, დილის თვალგამით ცის სიწმინდეს მომავალ ასმებს ისევ და ოქროს გულს შუსი. დარდის გაზიარები, წყვილს კიველებსაც ითავსებს როგორც თავისას. მე ვარ ასეთ გულთბილობით ნასიარები, მაისტრან გულარ გამის ვარსკვლავები. დედას შვილის გაზრდის ეშინია, გარმოვლების სულაც გაქრა ეშხი, ერის მტრები გულში იცინიან, ქართველო ქართო თავზე ესხმის. მე სულოცავ შვილის გამდელ დედას, სიყვარულით დაებუდოთ ბედით, გამძლეობა გქონეთ ქართველ ხერად, გულის გამოწვედით. ქართველია, არ აწამო, არ უჩინო, განა ყველა ჯანმრთელია. შეიშალა დედამიწა, აირია ტყედა ველი, ტკივილები დარავიწყდა, ცხადაც ხუთი არის მტერი. ქრისტის ქვილი უხმოწმნა, სიძულვილის პური ცხება. ქართველებზე არის უნავს, რას დაეძებს მოხდება. სიცოცხლის გზა ნარეკლებით სავალია, ამიტომაც უნდა იყოს დინჯა და ღრთის რწმენა კი, ეს ხო სულის წამალია. ბეწვის ხიძე გაიარებ ხიზნად, მეგობრობა წინ საქცევს ალბათ უფრო, არ შეგაკრთობს ქარიშხალთა თარეში, ალბათ სჯობს რომ იას გული გაუღო, თუ კი გრძნობით შემოყურებს თვალებში, ქარი კეთილს არასოდეს ეჯიბრება, ბეწვსაც არ შლის გადავაწყნილ თმებში, ზოგჯერ გული თუ ცოტათი გეტკინება, ხშირად ხდება სამეგობრო წრეში. ითხოვება გავხდი ობობა სატყვა ნესტში ვარ გელი ვერაფრით გავშრი, თვალი დაგეძებ ყოველდღე გნადრობ მე ვტირი როგორც პატარა ბავშვი, მომხედე მტვერი შემომაცალე გადამშალე და დაიწყე კითხვა, ჯადოსნურ ქსელში რატომ გამცვალე, რა გირჩიო კიდევ რა გითხრა, ჩემით ისწავლე ანი და ბანი, აია და მწვანე ჯეჯილი, შემომხედე და ვერც კი ვიცანი, გვერდზე მიმაგდე გულგან გლეჯილი. ჩვენ სიტყვას ვიტყვით, ჩვენ ვართ მამულის ნორჩი ნერგები, ფესგანამული სკოლაში ვსწავლობთ გულნათებული, სწავლის სურვილი დაბადებულნი, ღამეს ვაშუქებ ჩვენ საქართველოს
ასე იტყვიან: ათენათი ჩემი სიცოცხლის მერეც იარსებებს. ჩემი სულიერი შვილები არ დაუშავებენ ათენათს გარდაცვალებას. ათენათი საქართველოს სულიერების, სიხარულის და სიყვარულის სიმბოლო არის. ვინ ვარ მე? დედა ვარ, ჩემი სულიერი შვილების დედა, გულნაზი. რა არის ჩემში განსხვავებული? დიახ, იპასუხებ. ასაკით ჩემზე უფროსებიც დედას მეძახიან. ისინი ჩემი სულიერი შვილები არიან. სულს ასაკი არ გააჩნია. ჩემი გული მხოლოდ სიყვარულით უთქავს. ეს ძალიან განსხვავებული სიყვარულია. ეს განსხვავებული სიყვარული გარდაცვლილი შვილი გელას შემდეგ ისე შემოიჭრა ჩემში, გაცნობიერება ვერ მოვასწარი. ამიტომ ამ ხრებით ტკივილი და სიხარული რომ დამაქვს. ვით ჩემ შვილს იცნობდა. ეს ჩემი დაწერილი სიტყვები არ გაუკვირდება. გელა განსხვავებული იყო სიძლიერით, სიყვარულით და მეგობრობით. ჩემში ზეციური ძალაა. ეს ძალა დიდი სიყვარულია. სიყვარული დედაშვილური და პატრიოტული. ჩემი სიტყვები ტრაფალერტული არაა, რეალურია. მიყვარს ქართველი და საქართველო, მიყვარს იები, რადგან მასში დედის სულია. ვინ ვარ მე? ერთი უბრალო ადამიანი ვარ, რომელსაც შენიშვნებს ბევრჯერ მაძლევენ. შენი თავისფასი არ იციო. რას ვიზამთ? აცეთი ვარ მე, უბრალო და კეთილი დედა გულნაზი. ნუ მოინდომებთ ჩემი ხელების მომსწრებას. არავის ბაღში შევჭრილ ვარ, აკრძალული ხილის მოსაპარად და არ შევიჭრები. ჩემი ხელები კეთილი ცისარტყელებია, რომელიც თითოეულ ქართველს წელზე ეხვევა და იცავს ბოროტებისგან. ჩემი გული მზეა და გათბობთ. ჩემმა ნაბიჯებმა სიცოცხლის 75 ნაბიჯი მიითვალა. ჩემი სული უკვდავია, რადგან სული არ კვდება. დავხეტიალობ ცასა და დედამიწას შორის, ამიტომ ვქვია ცისკარელი. და მაინც, ვინ ვარ მე? ეს სიყვარული ვარ, უღალატო და უბიწო. დედა ვარ ცვილისია დამოსული, მადრიო, რომელსაც გულზე გისვავთ. და მაინც, ვინ ვარ მე? ძირულის პირას გაზრდილი, უბრალო დედა გულნაზი. ინტელექტუალური კლუბის სხივი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ეს პოეზიის საღამო და მოვიწვიეთ ქალბატონი გულნაზი თავის აკადემიის წევრებთან ერთად. იგი გვახლავს ჯუმბერლეჟავას სახელობის აკადემიის პრეზიდენტი, ჟურნალ ათინათის მთავარი რედაქტორი, 15 წიგნის პირადი წიგნის ავტორი, 15 ანთოლოგიის და 57 ჟურნალის სუპერ. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მე ამ წუთში ცრემლები მაქვს და ეს ცრემლები თქვენი გამარჯვებაა ბავშვებო. მე ეს წაკითხული ლექსები ცნობილი მსახიობის წაკითხულ ლექსებს მირჩენია და რატომ? აი აქ ჩაწორული თითეული ჩემი სიტყვა ერთიც რომ დარჩეს თქვენში, სადღაც შავ ბნელ რაღაცაში რომ მოხვდეთ, ჯვარი გესწეროთ, ეს სიტყვები გამოგაფხიზლებთ და შემოგატრიალებთ ადამიანობისკენ. დიახ, ეს ჩემი 75 წელი მე ჩავწურე მხოლოდ სიყვარულით და მტერზე ამით გავიმარჯვე, მოთმენით, დათმენით და ისევ სიკეთის კეთებით. აი ეს არის ჩემი სულის კრედო და თქვენს წინაშე ასეთი პოეტი გულნაზი ხარაიშვილი არის. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, მე გამოდივარ იმით, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩავატარეთ დიდი გრანდიოზული საღამო, სადაც მონაწილეობას ხელმძღვანელობდა კინო ჩვენი ვარსკვლავები ბესო ჩუბინიძის სახით და ბესო დამეთანხმება იმას, რომ იქ იყვნენ სერიოზული პოეტები, ძალიან სერიოზული ხალხი, მაგრამ იქაც სურპრიზი გავაკეთე, კახეთიდან ჩამოვიყვანე პატარა ბეკეკო, ევა, მე მგონი ბუთიაშვილი, ხო? თითქოს იმ ღონისძიების გაგრძელება დამხვდა და რისთვისაც პედაგოგს, თქვენ პედაგოგს, ამჟამად შემშვილიშვილს, ნანას ხეთლაძეს მადლობას ვუხდი, ჯერ ამხელა ბედნიერება, რომ შვილიშვილი, რომ ბებიას იწევს, ეს უკვე დიდი გამარჯვება იმ სიკვდილზე, რომლისთვისაც თვალებში ისევ წრემლები მიტრიალებს, ჩემი შვილის გახსენებით ლექსი რომ წაიკითხეთ. მე დაგლოცავთ ჩემო პატარა მეცხლებო, სულ უღრუბლო საყოფილიყოს თქვენს ირგვლივ, ორჯერ 75 წელს მოიყარეთ, ბედნიერები იყავით თქვენ საყვარელ საქართველოსთან ერთად და ერთი რამე დაინახსოვრეთ. მე თქვენ ხელაც ვიყავი და დღეს აი ამ ხელაც ავარ. აქ ისეთი ბუმბერაზი ხალხი მიდგას, რომელსაც ალბათ კილომეტრიანი ისინი
როცა მიდიან მასთან რიგით გას, როდის მივიდნენ თემურ გოგსაძემდე, ასევე დეზი ემანუელიძემ და ჩემი ნინო კი მართლაც ყველანაირად განსხვავებული პოეტი, შაველი პოეტი ქალბატონი, ის მუშაობს CSKO-ში, ნამდვილად დატვირთული იყო, მაგრამ ყველაფერი გადადო ჩემთვის, ჩემი ნინო დაბადებულია ზუსტად 27 აპრილს, როცა დაიბადა ჩემი შვილი, რომელიც აღარ მყავს. მაპატიეთ ამ ცრემლებისთვის ეს სიმხილად კიბილია, რომ ძლიერს მიძახიან, მაგრამ აქ გავხდი და სუსტი ყოფილვარ. თქვენ სიცილი და სიხარული დაგებედოთ. აქედან გამომდინარე, ჩემი მადლობის სიტყვა მადლიერების სიგელით გამოვხატე, რომელიც როგორც სიტყვის პედაგოგი როგორ დავარიგოთ, ჩვენი თუ თვითონ გადმოგცეთ, მე მგონი რომ ასე რომ აფრიალდეს და თქვენ გამარჯვების ნიშად ეს მიიღოთ ჩემი თემური გოგსაძესგან, ჩემი დეზისგან და ნინოსგან და თვითონ ბესოც შევაწუხოთ ამ ცერემონიალში, მინდა რომ თქვენ და მე ახლა ესე დავარიგებ. ეს აკადემია არის არა მარტო სამეცნიერო და შემოქმედებითად დატვირთული, არამედ ადამიანების ერთობა, სადაც მხოლოდ სიყვარული და ერთმანეთობა არსებობს და ამის დამსახურება ნამდვილად მეუთხრის მის პრეზიდენტს ქალბატონ გუნოს ხარაიშვილს და მე ბედნიერი ვარ, რომ ის საღამოზე აქაც ვიმყოფები და ზოგადად მის გვერდით ბევრჯერ მომიღია მონაწილეობა ქალბატონი გუნალის მიერ დაორგანიზებულ არაჩვეულებრივ შემოქმედებითად დატვირთულ საღამოებზე. მადლობა უხას ყველაფრისთვის, ზოგადად ბოლნისი მეც ძალიან მიყვარს, წლების წინ რაღაც 2010-ში მე აქ საღამოზე ცოტა ის გამოსტიჟელი ყავი ჩამოსული, არ ვიცი ახლა ერთ-ერთის ოჯახში ცხოვრობდი და მიყვარს აქ ბოლნისეულებს სხვანაირი ხალხი ხართ, საღამო მაქვს თქვენთან ჩატარებული, როგორც ბიბლიოთეკაში, რაღაც თუ ვინმე იყავით მაშინ. მე ვარ ნინო უძილაური და მე მინდა თქვენს სკოლას ნანა არ ვიცი ბიბლიოთეკა ვის ეკუთვნის ამისა, მინდა რომ ჩემი ერთი წიგნი დაგიტოვოთ, რომელიც იქნება აი ყველაფრის ხელმისაწვდომი და რაღაცა წაიკითხავთ აქ ნააზრებს, რასაც ნინო უძილაური ქვია. ამიტომ ამ ტექსტს წარმოგცემთ დიდი სიყვარულით და მადლობა. რა შემიძლია რომ გითხრათ და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ისტორიაში ჩაიწერება აი ეს სახელი და გვარი და სიამაყით ვამბობდიახ, მე გუნას ხარაიშვილის აკადემიის წევრი ვარ, მე ვარ გუნაზი დედას კიდევ ერთი სულიერი შვილი და მე მინდა თქვენ გისურვოთ ღეგრძელობა და დიდხანს სიცოცხლე, იმიტომ რომ თქვენნაირი ადამიანები სამყაროში შემთხვევით არ იბადებიან და თქვენი დანიშნულებაც ის არის, რასაც ყველა აკითხული ამ გამოსვლელი ბავშვის ლექსში იფრქვევა. სიყვარული შეგიძლიათ მხოლოდ და აი ამ სიყვარულით აერთიანებთ ამ სამყაროსაც და მათ შორის ჩვენ აკადემიასაც. დიდი მადლობა ახალგაზრდებო პატარებო მომავალი თაობა. ეს ის ლექსებია, რომლებიც უკვე თქვენ სულის სიმს შეეხო და გავადრო ცოტა წამოვიდოდებით ახლა თქვენს თვალებში ისეთი სიყვარული და ძისხილია. შეიძლება რაღაცა ბოლომდებელი აზრებდეთ თითოეული ამ ლექსის მნიშვნელობას, მაგრამ აქ მშობლების ხერხად და დამეთანხმებით, რომ აი ეს ლექსები, რომლებიც პატრიოტული მოტივზეა, რომელიც სიყვარულზეა და რასაც ქალბატონი გუნაზის პოეზია ქვია, დრო გავა და ეს ბავშვები ზუსტად მათ სულში უკვე ის მარცვალი დევს, რასაც სიყვარული, პატრიოტიზმი და საქართველო ქვია და ამიტომ დიდი მადლობა თითოეული ლექსისთვის, თითოეული ცეკვისთვის და დიახაც სულით ფაქიზი ხარ, დაიწვი პოეტო, სულში ჩამალული დარდით და ფიქრებით. პოეტნიც ამიტომ პოეტო. ავენთოთ კელაპრად სანამ აკვიქნებით და მერე დები საწუთრო ჩვენს ლექსებს მოაბნევს ღიმილად, ფიქრებად და დასაფიქრებლად. ამიტომ პოეტო უნდა იპოეტო, უნდა გადმოდინდეს სხვა მარგალიტებად. ეს ლექსი ძალიან უყვარდება მე პატრიოტი და ავიცი გამოსვლები როგორ იქნებიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წარადგინოთ და ვერ გადავთეთ ყველა 100 თუ გადავთეთ. მარიამ ხათელაძე თუ შეიძლება. დამახაზი მარიამ შეხვდა ჩაშლი. წარმატებები და მოკლედ გავიცი. შემოქმედებითი საქმიანობის ბაში წარმატება უსურვოთ მარიამს. ანა მარიამ აისაშვილი. ანა მარიამ.
წარმატებები შენს. გუგა რეხვიაშვილი. მოგესალმებით დიდი სიყვარული და წარმატებები შემოგუგა. ნუცა მამულაშვილი მე ხوار არ მოვიდა. ნუცა Nia Sakiyani. Aha Nia Romania. Oh, Ramamasi Nia. Miulocet Nias. Georgi Kabuladze. Madlobi Siglevi Georgis. Miulocet. Cecily Hibradze. მოდი ასე დავიწყებ. ჯუმბერ ლეჟავას აკადემია არის არა მარტო საფუძველი განათლებისა და მეცნიერების, არის საფუძველი სულიერი სამწყსოს. დედა გულნაზი, გულნაზ ხარაიშვილი არის ის საჭეთმპყრობელი მოძღვარი, რომელმაც სულიერების სათნოებით გააერთიანა დიახ ანთო კელაპტარი და შიქსანთლება დაგვანთო თითოეული მათგანი ჩვენ. და ჩვენ ვართ ის სანთლები, რომლებიც მარადიულად ვილოცავთ მისი უკვდავი სიცოცხლისთვის ამ ქვეყნიურ მიწიარებში. და მე ერთს ვიტყვი, იაკობ მასვეტაშვილი წერს საუკუნოს აღზარში, როდესაც ილიასთან ვაჟა მივიდა და გაბრუნდა ერთმანეთს შესახვედრად. დიდი გენია უცქერდა თუ როგორ მიდიოდა წარმავალი მომავლისაკენ და მომავალი წარმავალისკენო. მარადიული ნაბიჯებით მომიტევეთ, მაგრამ ასია ილია ვაჟას შედარება მასვეტაშვილის ზუსტად იმ გენიით, წარმავალი დიდებულების გენი აუცქერდა თავის იმ მარცვალს, რომელიც მან ჩაქის და აღმოაცენა და შემდეგ იმ მომავლის მარცვალი იყო და ცოტა მამაღალი გამომივა, გავიხსენებ პრუს ხიმენესია კიდევ ამბობს რომ ოთაჭილაძე მე მარცვალი ვარო, რომელიცო გადმოვარდი და არ ვიცი სად აღმოვცენდები, ჩავარდები ჩიჩავში, ვიქნები კლდეზე თუ აღმოვცენდები იმ რბილობ ხნულში, რომელი ხნულიდანაც შემდეგ გავაწყნებ და აი თქვენ ხართ ის მარცვლები, რომლებიც იმ რბილობში არიან და ჩემს მომავალს გააგრძელებენ. ჩემი ამპარტაველი თუ ამბიციური მეა, რომ თქვენ უნდა აანათოთ, აღწინოთ და ის ჰორიზონტები გაეტანოთ, რასაც ჩვენი სამშობლო ქვია. ჩვენი დიდებულება ქვია. რასაც ჭირვალექსისთვის ტაში ყველა ქართველი ვიცი დანტია და აი ამ პატარა ბევრასკიტაში ვიცი რომ მომავლის გაყვეცებული დიდი ცეცხლიანთია. მე მადლობას გიხდით ყველას, მადლობა იმისთვის რომ აი ამ მიწას, რომელსაც საქართველოს ქვია და ჩემი ნატერფალები დღეს ამ ბავშვების ანგელოზობა დაეშვა. მადლობა ნანიკოს განსაკუთრებით და მე ვარ დეზიემანულიძე, მე ვარ დედა, რომელიც ამაყრობს დანარჩენი პროფესიული განათლების ის ნაყვალებია, რომელსაც ცხოვრებაში დავამჩნევ და რომელთაც ვიქნები და ერთი ჩემი პატარა ლექსი მე ასე დავასრულებდი. როდაროს გახედავს ზურმუხტხალიჩას, სამშობლო მაყრუს უფრას გადახშლის, დედობა არის ჩემი ღირსება, სამშობლო ჩემი სულის ტაძარი. სიგელეთის გადაცემას არ ვიცი, ეს ალბათ უფლისნება, რაღაც განზომილება. მე გავიზარდე დიდი იაკობ გოგებაშვილის სოფელ ვარიანში. ამიტომ მე რომ გადავთვალე, ყველა მივარხარ ბავშვებო, მაგრამ თავში დავწერე. დავდე, მე უნდა წარმოვადგინო თქვენს წინაშე დიდი სიამაყით, გიორგი გოგებაშვილი. მე იაკობს ვარიანი. წარმატება უყვარდა. დავით გოლეთიანი. ანასტასია გოჯაშვილი. ანა გაბიძაშვილი. დიდი სიყვარულით ჩემგან მოკითხა და ბედნიერება. მარიამ ბეთქოშვილი. ბავშვები, ველოსიპედი რამდენს ყავთ ხელი აიწყეთ. ეხლა რატო გეკითხებით ამ ველოსიპედის ამბავს რა? ერთი ქართველი კაცი იყო, რომელსაც ერქვა ჯუმბერ ლეჟავი. დაჯდა ამ თავის ველოსიპედზე და დედამიწას აი ეს შემოუარა წრე.
ხდები ველოსიპედი ჩემოვარა წრე. ხო და მე ეს დიდი მაგარი ქართველი კაცი ჯუმბერ ლეჟავა რო გარდაიცვალა, ხო? ისი ხსოვნის უყდავს ათობა ჩვენ ხო გვიყვას, აი ჩვენ რო ვსვავთ ხოლმე სადღეგრძელოს ხო ვსვავთ ხოლმე ბიჭებო იქო, აი გაუმარჯოთ ჩვენს წინაპრებს გაუმარჯოთ. ხო? ასე მარტო სადღეგრძელოში საქმეშიც გამოვხატავთ ხოლმე დიდი ადამიანების მოფერებს. ხო და აი იქ რო ქალბატონიზის ნახეთ, მამაზე წითელთმიანი ქალბატონი ნახეთ. აი ეს არის ქალბატონი გურმაზი ხარაიშვილი, ხო და ამ ქალბატონმა თქვა რომ მოდი ჯუმბერ ლეჟავას ამ კაცს რომელიც ერთადერთია დედამიწაზე წერო და ველოსიპედო პატივი მიცემთო და გააკეთა მისი სახელობის აკადემია. სადაც შეკრიბა აი ესეთი ამაზი ხალხი ერთმანეთზე ჭკვიანი ერთმანეთზე სიმპათიურები და პოეტები, მწერლები, მეცნიერები და აკეთებენ კაცსაქმეს. მივხვდით ხო? ანუ რა ხალხია ჩამოსული თქვენთან. ხო და ამიტომ მე ხა მადლობას გიხდით თქვენ მაგარი ბავშვები წელა მე და შენ ვლაპარაკობთ შემოსასვლელში ხო განვიხილეთ მთელი საქართველოს მივედეთ მოვედეთ პოლიტიკური სიტუაცია განვიხილეთ მე მგონი ეს ბავშვები ისეთები არა Windows დაგიშლიან და აგიწყობენ და გადაგიყენებენ რაღაცა სხვანაირი თაობაა მაგრამ რაც ყველაზე მაგარია კიდე რა არის ქალბატონგუნაზე რაც თვალში მოხვდა იცით ნახე აქ დარბაზში ლიტერატურის საღამომედის და ბავშვები ხდებიან ქალბატონგუნას იქით სპორტით არიან დაკავებული ბავშვები. იქ რო შემოვედი კიდე რაღაცით და ეს არის მთავარი. ანუ ეს არის მშობლების დამსახურება, რომ ამ ბავშვებმა იციან სად უნდა იყვნენ. თუ ქუჩაში არიან ფეხბურთს თამაშობენ, თუ თქვენთან შეხვედრაზე არიან, ლექსებს კითხულობენ, მე რა ვეშება. ნახე რა მაგრა გამოასწორა, უცე, აიცა რა, თავიდან დავიწყებო რა. აი ეგრე. ეხლა მე დავაჯილდოებ აი მადლიერების სიგელით ქალბატონი გულაზისგან 5 ადამიანი შემხვდა ხო? ანიტა ხუციშვილი რომელი? აბა მოდი ანიტა შენ. მოდი გენაცვალა ეს დამილები წინ და ჩაიბარა შენი დიპლომი, აი ასე. ნინი ახოლებიანი რომელი? მე შენ ყოფილიყარ ნინი ახოლებიანი. ესე არსებობს მაინც რაღაცა თქო. აჰა, ეს შენ. თეკლე ხარაიშვილი რომელი? მოდი თეკლე. ხარაიშვილი ჩემთან ჩამოდია. აჰა, მოდი გამასწრე და ჩადი. დიდი გულაზე ვეუბნები. კაცობრიობა სუპერეგო მაინც არის. არსებობს მეთქე რა. ნიტა ბანძელაძე რომელი? აბა მოდი ნიტა. მოდი. სულ ქალბატონები შემოგვიყვანს. ერთი ვაჟკაცი შემდგა ბატონი ნოდარი, ბატონი ნოდარს დემურიშვილი, მოდი შენ მონოდა, მოდი. ნიტა მიდექი, ეს შენ ჩაიბარე და მოკლედ ეს სიგელები შეინახეთ. იდები რომ გაიზრდებით, დამიჯერეთ რომ მე ბევრ რაღაცა ამას გაიხსენებ და გაიხსენებთ აი ამ ქალბატონთან შეხვედრას, რომელიც ახლა გიზით და სიყვარულის თვალებით გიყურებთ. მე თქვენი შვილები და შვილიშვილები კიდე დაждდებიან და ამ სიუჟეტში უყურებენ თქვენ თავს. ბებერები რო იქნებით, ფეჩვიტები ხო? მე თქვენი შვილიშვილები და ნახე ბებო დაგინახე კაცში. ნახე ბაბუ დაგინახე. გაიზარდეთ, მაგრად იყავით, კარგად იყავით. დაბა თქვენ. ბესო ვერ წამს. იცი ხო ვინ არის? თუ რა შევიდე ვარ ცვალ. შენ კავში კავში. აბა ვინ არის? აბა ვინ არის? შვევიცით. ეს არის ბესო ჩუბინიძე. სიყვარულის და სხვა აღნიშნა 15 აპრილს. ყველა ხვავდესა და აი ამ კაცმა დაასაჯა 15 აპრილი. რო ვიცოდეთ და ამ იმის შემდეგ შვიდობა გქონოდეთ, რაც ყველაზე მთავარია, ლექსების კითხვა გიყვარდეთ, სწავლა გიყვარდეთ და მშობლები დაგეხმარებიან ამაში. არასოდეს არ გენახოთ ის, რაც ჩვენ ვნახეთ, ცუდი. კარგი კიდე 10-ჯერ მეტი გენახოთ ჩვენთვის. აქ ყველა დიდები იყო, ჩემზე დიდები არიან, აქ ვინც არიან, მაგრამ სულ ყველაზე დიდი ჩემთვის პირადად და საქართველოსთვისაც არის თემურ გოგსაძე და აი ესეთი პიროვნება მოგიყვანეთ მე თქვენ დღეს. პირველი თემა მაქვს, როდესაც მე აქ ბებია გუნაზი დავინახე. და ახალი სტატუსია, იმიტომ რომ ჩემი დედა, იმიტომ რომ პირდაპირ გაგებითაც, როდესაც დედა ჩემი წავიდა სამყაროს გადაღმა, მან პირდაპირ მითხრა, მართლა ვამბობ ამას. რომ რეალურად ესე იყო, რომ ქალბატონი გუნაზი იქნება ჩემი დედა და მე ამ განზომილებას, ამ სტატუსს, ამ ღვთაებრივ კოსმიურ სითბოს ვიდრე გადავალ და მე რომ გადავალ იქეთ კიდევ ბევრ galaktikებში შევხვდებით. ჩემო ძვირფასები. მეც თქვენაი. მართლა, თქვენი სკოლები. პირველი სადაც წავედი, იყო დარბაზი.
სადაც მე მითამაშია. ისე მორაგბევად, მაგრამ მითამაშია კალათბურთში. და ტკივილი, რომელიც თქვენს დიდებულ ქალბატონთან ერთად გავიზიარე და გავიარე, თითქოს დედი, თითქოს ჩემი ფიქრი გამოიცნო ამ ქალბატონ ერეფანში. არსებობს აღსავლის კარი, არსებობს ტაძრის კარი და არსებობს სკოლის კარი. სკოლის კარი ეს ყველაზე დიდებული რამ არის. ყველაზე დიდებული. და იქ უნიკალური კარი იყო. აი ამ სკოლას თავისი საოცარი არქიტექტურული გადაწყვეტებით ჰქონდა ძალიან მაგარი კარი და მე მეცნიერებათა აკადემიის იურიდიული სამსახურის უფროსი გავხდით მასში და ძალიან წუხარ რომ ის კარი არ შენარჩუნდა. ძალიან ჩემს დანაშაულად ვცდილობ ახლა ამ ყველაფერს და ის ჩუქურთმა რომელიც იქ იყო ძალიან მიხარია, მაგრამ ყველაზე დიდი ჩუქურთმები ხართ თქვენ. ამ სკოლისაც, ჩვენი სამშობლოსიც, ჩვენი სამყაროსი და მე მინდა რომ თქვენ სულ ჩუქურთმებით და სიყვარულით იყოთ. ახლა რა უნდა გითხრათ? უნიკალური სამყაროსეული, ძალიან დიდი. კოსმოსი იცით რა არის ბავშვები? კოსმოსიდან მადლით გადმოსული ადამიანის სახელი ქვია თქვენ სკოლას. აბა რომელი სახელია? პირველი გავიგე ნუმერაცია. ვისი სახელობის არის თქვენ სკოლაში ხარით? უხასა. იცით მაგრამ ხო? ყველაფერი იმასთან ერთად რაც რომ არსებობს თავისუფლების კარი, სულის კარი, სამშობლოს გასასვლელი კარი, რომელიც ეძება ბევრგან. და არსებობს სიტყვაში შესასვლელი კარი. ეგ იყო ყველაზე მთავარი მისი. მე ამიტომ დავიწყე კარებით და სულხასაბამ რაც დაგიტოვოთ და სიტყვის ღვთაებრიობა და უამრავი ლექსიკონი და სიბრძნეს თქვენ ყველა მოვწვით. ნატალი არველაძე რომელიც აი შენ პარტიერების სიგელი. მოდი. დაგინახო სამყარო რა ლამაზი გოგონა ხარ. სესილი დალაკიშვილი აი მე ესეთი ბალანსი მერგო მამაკაცების და გოგონების. დაჩიახლებიან. და და ანდრია აფრესაშვილი. ანანო. აი ნეგაცი, ამასთან თან დაგლოცავ. მოდი, მომეციშული. ბედნიერი ვიყავი და 100 წლამდე არაფერი არ გეტყვის. გამრავდი და გამიხარე. დიდი გოგო გაიცა. არჩენია. ნანას გამო აქედან დავიწყებ რომ ნანა ასეთი კარგი გოგო ჩვენს სკოლაში სწორედ თქვენი შვილიშვილია. ნანა რომ შემოვიდა ინიციატივით ლიტერატურული კლუბს ვაარსებოს, ზუსტად ვიცოდი რომ ძალიან საინტერესო საქმიანობას მოიცავდა ეს კლუბი და არ შემიძლია არ აღნიშნო ჩემი პატარების გამოსვლა. ისეთი ამაყი ვიყავ, მეოთხე კლასელები არიან ჯერ კიდევ და როგორ გაართვეს თავი ასეთი საპატიო სტუმრების წინაშე, ასეთი პასუხისმგებლობა გამოეჩინათ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას რომ დაგვითმეთ რომ მობრძანდით ჩვენთან და გადმოგცემთ კლუბის სახელით მადლობას გიხდით ჯუმბერ ლეჟავას სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიის პრეზიდენტს, ჟურნალ ათინათის მთავარ რედაქტორს გულნაზ ხარაიშვილს შემოქმედებით და საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობით. ძალიან დიდი მადლობა.
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მივიღო პატარებისგან და ამ სკოლისგან აი ესეთი სამადლობელო საჩუქარი. და პატარა სიტყვას ვიტყვი ლექსის სახით რომ არ გადავღალო მაინც იმ ღონისძიების გაგრძელება რაც პარლამენტის ბიბლიოთეკაში ჩავატარეთ ჩვენ ყველამ ერთად და აი ვინ ვარ მე და გეტყვით ვინცა ვარ ლექსი. დედაბუნებამ დამამადლა სიკეთის თესვა ენას სულვეთხვი მამული მიყვარს სხვა ლურჯი ფერის მრავალჟამიერი უნდა ვთქვა და სასმისის შევსვა მე სიყვარული შემიძლია სხვა არაფერი მე შემიძლია გულდაჭრილის დაჯამყელება სულ დავდომილთან მომინდება მყის მომფერება დედამ სიკეთე ჩამილა და ჩუმად უბეში და ამ საფუძვლოს მინდა მიცე ბედნიერება მინდა ვიყოთ ბედნიერები და მე სანამ ვიცოცხლებ აი ამ კოდირებული ფიქრით უნდა ვიარსებოდა ვიცხოვრო და ამ დედა სამყაროს რაც შეიძლება სულ დადებითი ენერგია გაუგზავნო. მიუხედავად იმ ცრემლებისა, რაც მე უკვე ბავშვებმა ამატირეს, ეს ჩემია ბოდიში ამაზე რომ სუსტი ყოფილვარ და არა ისეთი ძლიერი როგორც მეგონა ჩემი თავი ამაზე ბოდიში ვიყდი მე ყოველთვის უნდა გავცე დადებითი ეს არის ჩემი სულის კრედო ყველა მიყვარხართ მე ამაყევითა თქვენ ჩემი საქართველო ხართ რაც შეეხება ჩემ მოწვეულ სტუმრებს ვამაყოფამათი ესენი არიან მართლა მთელი საქართველოს ღერძი და ახლა წარდგინება არცეც არ ჭირდება და იცნობს მთელი საქართველო მათ და უფრო საზღვარგარეთს იცნობენ ჩემ თემურის ვიდრე აქ აქედან გამომდინარე მეც ღირსეული სტუმრებით ჩამოვედით ჩემო ხვალინდელო მომავალო თქვენთან დაგინახათ უკვე და იმედიანად წავა თემური და დეზი და ჩემი ნინო აქედან რომ დიახ აქ საჯარო სკოლაში ბოლინსტის ნომერ 1 საჯარო სკოლაში აი ესეთი მეცლები მისდევენ მადლობა თქვენ ძალიან ვისიამოვნე დღევანდელი დღისთვის და ვფიქრობ რომ ბავშვებს შემოქმედებითად ძალიან წარადგება ეს ყველაფერი კლასგარეში აქტივობები ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის და ძალიან დიდ საზრდოს მიიღებენ ჩემი აზრით და უღრმესი მადლობა პირველ რიგში ჩვენის ბავშვების დამრიგებელს ხალბატონ ნანას ხეტლაძეს და მის არ ვიცოდი მაგრამ ძალიან საპატივსაცემო ხალბატონს BBS დია ხალბატონ გოლაზეს მადლობელი ვარ ყველაფრისთვის კარგი ახალგაზრდობა მოდის და თაობა თქვენს ძალიან კარგად მიიღეთ ბავშვების გამოსვლა წარმატებებს უსურვებ ბავშვებს დღეს ბოლნისის პირველ საჯარო სკოლაში ხალბატონი გულნაზ ხარაიშვილის პოეზიის საღამო გამართა. ხალბატონი გულნაზი გვესტუმრა საპატიო სტუმრებთან ერთად. ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი პატივი. ვამაყობთ, იმიტომ რომ ნანა მასწავლებელი წელს ღონისძიების ორგანიზატორი ჩვენი ახალი პედაგოგია და ის მეოთხე კლასელებით წარს გამასწინაში. ვფიქრობთ, რომ ყველაფერს კარგად გავართვით. თავი ძალიან კმაყოფილები ვართ და ბედნიერები მადლობა მათ, რომ დაგვიწმეს დრო და მობრძანდნენ ჩვენთან. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პედაგოგს რომ ასე ზრუნავ ჩვენი პატარებისთვის. თქვენს ასევე ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და გაახარეთ ჩვენი პატარები. ავიცი მეტი მე არაფერი არ მესმის ძალიან დიდ მადლობას გერთით ყველას. არაჩვეულებრივი საღამო იყო. აი პირდაპირ ძალიან ბურძლავ და თითეული ბავშვის მიერ წაკითხული ლექსი. ეს არ იყო დაზეპირებული ლექსი, ისე როგორც გაკვეთილზე ყვებიან. ეს იყო გააზრებული, სულით ხორცამდე შეგნებული და ათვისებული ლექსი. არ ვიცი, იმხელა განცდით კითხულობდნენ ბავშვები, რომელიც ძალიან დიდი განცდით უსმენდი. და ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა პოეტს და ყველას ვინც ჩამოხვედით დღეს და ამხელა სიამოვნება და სიხარული მოგვანიჭეთ ჩვენს ბავშვებსაც და მშობლებსაც. დიდი მადლობა. სითბოთი სიყვარულით გამთბარი საღამო იყო. უამრავი ლამაზი ჩანახატი თუ ლექსი მოვისმინეთ. მე სულიერად გავიზარდე, ჩაუღრმავდი ამ სასიტყვეთს, ამ სიტყვის ჰარმონიას, როგორც ხალბატონ გულნას აქვს ლექსში მოცემული და ბედნიერება, რომ ამხელა ძალა მოძებნეთ ყველამ და
მობრძანდით ჩვენ სკოლაში და ბავშვებმა გნახეს ცოცხალი ლეგენდები. ეს ბავშვებისთვის იქნება წარუშლელი არა მარტო მათთვის, ჩემთვისაც. დიდი მადლობა ამ შვენიერი დღისთვის, ამ ნათელი მზიანი დღისთვის და ამ ძალიან სასიამოვნო საღამოსთვის. ეს მადლიერებით დავიწყოთ. ძალიან დიდი შინაგანი სიყვარული მაქვს, რომ ბოლნისის სუხან-საბა ორბელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში ვიმყოფებით. აქ მე ახალგაზრდობაც მაკავშირებს გარკვეულწილად და მადლიერი ვარ ამ სკოლის, რომ ჩვენი არჩეულებრივი საზოგადო მოღვაწე, არჩეულებრივი ქალბატონი ჯუმბერ ლეჟავას სახელობის საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პოეტი გულნაზ ხარაიშვილი იქნა მოწვეული და ბავშვებმა საოცარი საღამო და საოცარი ესე ვთქვათ ლიტერატურული კომპოზიცია გვაჩვენეს გულნაზ ხარაიშვილის ლექსებზე. მადლიერება სკოლას, მადლიერება სამყაროს შემოქმედს. დამთავრდა ქალაქ ბოლნისში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში შეხვედრა ქალბატონ გულნაზ ხარაიშვილთან. ეს იყო ძალიან კარგი, შემოქმედებითად დატვირთული. ბავშვებმა გადასარევად წარმოადგინეს ქალბატონი გულნაზის შემოქმედება და მე თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადაუხადო. ჩვენ ძალიან კარგი მომავალი თაობა გვეზრდება და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს სამშობლო იყო, არის და იქნება მომავალშიც ქართული და ისეთი როგორიც უფლისგან არის დალოცვილი. მადლობა ბოლნის, მადლობა ქალბატონ გულნაზს, რომ არსებობს ასეთი ქალბატონი და მადლობა ტელეკომპანია ვარსკვლავებს აი ამ ყველაფრის ამ სიუჟეტის ასე ლამაზად გაშუქებისთვის. ბოლნისში ჩატარდა ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მრავალპროფილური აკადემიის პრეზიდენტის ქალბატონ გულნაზ ხარაიშვილის საღამო. ეს იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სკოლაში და მე მადლობას ვუხდი მას, რომ მე ვარ აქ მოწვეული ამ სკოლის ერთ-ერთ წადიდ ღირსეულ ადამიანთა შორის და მე მინდა კიდევ მადლობა გადაუხადო იმ ბავშვებს, რომლებიც ჩვენს წინაშე წარდგენ და მათ თავიანთი მომავალი, ის მარცვალი, რომელიც მართლა დიადი საქართველოსთვის უნდა გაბწყინდეს, დღევანდელობას დაგვანახეს და ჩვენი დღევანდელობა კი მათ ჩვენ მივუტანეთ იმ პურად ყანად, რომელიც უნდა მოიმკან და ჩვენ ვიყოთ ის ყანა. მე მადლობას ვუხდი ქალბატონ გულნაზს, რომ მან ეს სანთელი აანთო, კანდელი დადო და ჩვენ ამ კანდლის გამონათებელი სანთლები ვიყავით. მადლობა თქვენ. მედნიერი დღე იყო დღეს. დღეს ბოლნისის პირველ საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბი სხივის ორგანიზებით ჩავატარეთ პოეზიის საღამო. მოვიწვიეთ ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი ქალბატონი გულნაზ ხარაიშვილი, მისივე აკადემიის წევრებთან ერთად. დიდ მადლობას ვუხდი მას ამ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და ვუსურვებთ წარმატებებს. მადლობელი ვარ პირველ რიგში უფლის, იმიტომ რომ დიდი ღონისძიებიდან გაგრძელდა ვითომ პატარა ღონისძიებაზე მოვდიოდი, მაგრამ მე ასე ვიტყვი, რომ იმდენად კმაყოფილი ვარ, როცა გამომსვლელი აგატირებს, ეს არის უკვე დიდი გამარჯვება. ცრემლი გადმომვარდა ეს არაფერი. ვეღარ შევიკავე თავი და სანამ ნინო უძილაურს ხელი არ მოვკიდე და არ ჩავეხუტე, მანამ თითქოს შემთავს უკვე აღარ ვეკუთვნოდი. ეს არის პედაგოგის გამარჯვება, ნანა სხირტლაძის გამარჯვება. მე ძალიან ბევრი წიგნების ავტორი ვარ, კი არ ვტრაბახობ, ძალიან რთული ამ დროს ღონისძიება ჩაატარო და ამოარჩიო იქიდან ისეთი თემატურად ბავშვებისთვის მისაღები ლექსები, რომ აი ასეთ საზოგადოებაში მე გამოიტანო, თან ავტორიც აატირო და დარბაზიც კმაყოფილებით შეხვდეს. დღეს მაგალითად ნანა სხირტლაძემ პედაგოგმა გაიმარჯვა, იმიტომ რომ იმდენად კარგად უფათურია პოეტის სულში, რომ კარგად ამოულაგებია ეს ლექსები. მადლობა ამისთვის პედაგოგს, მე ამაყი ვარ დღეს, რომ ის ნანა მასწავლებელი რამხელა ბედნიერი ვარ, რომ მე ბებია ვარ და ბებია მოიწვია შვილიშვილმა. ასეთი ტრადიცია, ასეთი სიყვარული გაგრძელებული იყო საქართველოში. ბებია უყვარდეს შვილიშვილს და შვილიშვილით ამაყობდეს ბებია. რაც შეეხება სკოლას, შემოხვალ თუ არა ვიზუალურად ყველანაირი თვალსაზრისით, აქეთ ფეხბურთი, იქით დასაქმებული ბავშვები, იქით მოფუსფუსე პედაგოგები, ყველა აკეთებს თავის საქმეს, რაც შემოედი თუ არა იმ წუთში თვალში მომხდა. ღონისძიება იყო ძალიან მშვიდი, ძალიან თბილი, ძალიან ტკბილი და თემატურად გამართლებული. გაგრძელება იყო თითქოს ვინ ვარ მეს, რომელიც ჩატარდა პარლამენტის ბიბლიოთეკაში.
ჯუმბელეჟავას სახელობის საერთაშორისო აკადემიის დაარსების 15 წლის იუბილე და მე-15 ტომი გამოსვლა და იქ ერთ-ერთი რუბრიკა ვინ ვარ მეს გაგრძელება დამხვდა, რაც ალბათ დამეფიცება, რომ არც მითქვია, არ დავლაპარაკები ვარ, რა დამხვდებოდა მეც არ ვიცოდი და ერთხელ კიდევ მადლობას გადაუხდი პედაგოგს ამ თვალთახედვის და ჩემს სულში ფათურისთვის. იფათუროს მთელი 100 წელიწადი. ჯერ არ ვაპირებს წასვლას და იაროს და მიიტანოს მკითხველამდე, მე ამათვის წერ, მე ამათვის მიხარია სიცოცხლე, ამათით არის ჩემი სიცოცხლე რაღაცა შეფერადებული, კერა გალამაზებული. მადლობთ დღევანდელი დღისთვის.